მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ ლითიუმის აკუმულატორის დამტენ პლატას, რომელიც არის ჩემი დაპროექტებული. ვიყენებთ IP2312-ს, რომელიც არის 3 ამპერიანი. ასე იგი დამტენი მიკროსქემა, ვტენით უბრალოდ შეგვიძლია დავტენოთ, დავუღოთ ერთი ლითიუმის აკუმულატორი ან რამოდენიმე პარალელურად შეერთებული, გვაქვს Type-C პორტი, ანუ შეგვიძლია ჩვენგვარად Type-C-ით დავტენოთ და ასევე გვაქვს კიდევ ცალკე გამოყვანილი პორტები, გულისხმობ აი ამ ორ პორტს, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია რაიმე კვების ბლოკიდან დავტენოთ უშუალოდ ლითიუმის აკუმულატორი. თვითონ უშუალოდ პლატა არის საკმაოდ პატარა, თუმცა ამის დაპატარავება რაღაცნაირად კიდე არის შესაძლებელი, უბრალოდ ამ შემთხვევაში გვაქვს ამ ზონის მოკლედ. გვაქვს ესე იგი ორი ცალი ლენატურა, რომელიც გვაჩვენებს ლითიუმის გვაჩვენებს სტატუსს, ანუ იმუხტება თუ არ იმუხტება ლითიუმის აკუმულატორი. ესე იგი წითელი და მწვანე მაქვს ახლა გამოყენებული. წითელი ნიშნავს იმას, რომ იმუხტება აკუმულატორი, ხოლო როდესაც შემორჩება ეს დამუხტვის პროცესი, მაგ შემთხვევაში უკვე აანთებს მწვანეს, ანუ ეს მწვანე ნიშნავს, რომ ლითიუმის აკუმულატორი არის სრულიად დამუხტული. კიდევ ერთი კარგი თვისება რაც აქვს, ფუნქცია უბრალოდ R4 და R6 წინაღობის შეცვლით ჩვენ შეგვიძლია დავარეგულიროთ და დავაყენოთ მაქსიმალური დენის ძალა და ასევე ძაბვა. ჩვენ შემთხვევაში ახლა როდესაც არაფერი არ გვაქვს, ანუ წინაღობა არ გვაქვს საერთოდ პლატაზე დასმული, R6 წინაღობას გულისხმობ, მაგ შემთხვევაში ლითიუმის აკუმულატორი დაიტანება 4.2 ვოლტამდე, რა თქმა უნდა, და ხოლო R4-ს თუ კი შევცვლით, მაგალითად დავაყენოთ 125 კილოამპერს, მაგ შემთხვევაში დატენის 1 ამპერით თუ ანუ სულ ამოვიღებთ ამ წინაღობას, მოკლედ დატენის 2.1 ამპერით, თუ 45 კილოამპერ წინაღობას გამოვიყენებთ, მაგ შემთხვევაში დატენის 3 ამპერით. რაც შეეხება აი ამ რეზისტორებს, SMD დეტალების მოპოვება ვერ მოვახერხენ, უბრალოდ ფიზიკურად არ არის. 0.05 ზომის რეზისტორებს გულისხმობ, ის მნიშვნელობები რა მნიშვნელობების მე მინდოდა და შესაბამისად მომიწია ამ რეზისტორების ესე დამატება, რომელიც ჩემში ამახინჯებს პლატას, თუმცა ფუნქციონალურად რა თქმა უნდა იდენტური არის და მაგას მოკლედ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ახლა თქვენ უყურებთ სავარაუდოდ აწყობის პროცესს, შემდეგ უკვე იქნება ტესტირების პროცესიც ნაჩვენები ვიდეოში. მანამდე კი ვისაუბროთ თუ რა ფუნქციები აქვს, ესე იგი და ზოგადად რა არის საჭირო იმისათვის, რომ ლითიუმის აკუმულატორი დავტენოთ უსაფრთხოდ. გჭირდება სულ რამოდენიმე რაღაც, საბაზისო რაც არის ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის, რომ ვაკონტროლებდეთ ძაბვას, ანუ 4.2 ვოლტზე მეტად არ უნდა დავტენოთ ჩვენი ლითიუმის აკუმულატორი, არ უნდა დავუღოთ უბრალოდ. ასევე არის მაქსიმალური დენის ძალა, რითიც მუხტავთ უშუალოდ აკუმულატორს და ეს აკუმულატორის ეს მნიშვნელობა უბრალოდ ეს დენის ძალა არის სხვადასხვა შემთხვევაში, ეს ყველაფერი დამოკიდებული არის მწარმოებელზე და უშუალოდ ლითიუმის აკუმულატორის ტევადობაზე. ჩვენ შემთხვევაში ეს მაქსიმალური დენის ძალა გვაქვს 3 ამპერი, თუმცა 3 ამპერზე რაღაცა უნდა გავტესტე, თუმცა საკმაოდ ცხელდება და შესაბამისად ჭირდება ძალიან კარგი გაგრძელება, თუმცა 2.1 ამპერზე არანაირი პრობლემა არ აქვს, არც კი თბება, ასე რომ ჩემი აზრით ოპტიმალური ვარიანტი არის ის, რომ გამოვიყენოთ 2.1 ამპერზე და თუ მაინც გადავწყვიტავთ, რომ გამოვიყენოთ 3 ამპერზე, მაგ შემთხვევაში აუცილებლად დაგვჭირდება გაგრძელება. როგორც უკვე გითხარით, შეგვიძლია გაუმავალი მაქსიმალური ძაბვა დავაყენოთ 4.2 ვოლტზე, 4.3-ზე, 4.35-ზე და 4.4 ვოლტზე. ეს ყველაფერი ხდება წინაღობის შეცვლით. ასევე გვაქვს NTC ფუნქცია, ეს არის ტემპერატურული თავდაცვის ფუნქცია, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ სქემაში გვაქვს ჩამატებული ეს NTC ნაწილი, მოკლედ თერმისტორის მეშვეობით, თერმისტორს მივამაგრებთ ლითიუმის აკუმულატორზე, როგორც იცით, თერმისტორი იცვლის წინაღობას ტემპერატურის ცვლილების მიხედვით, შესაბამისად IP2312 აფიქსირებს ამ ყველაფერს.
NTCP-ინზე, შესაბამისად ის ხდება, როდესაც რაღაც მიზეზის გამო თუ გაიზრდება აკუმულატორის ტემპერატურა, მაგ შემთხვევაში შეწყვეტავს დამუხტვის ან განმუხტვის პროცესი. ეს გვიცავს იმისგან, რომ რაღაც პროცესი თუ დაირღვევა, ლითიუმის აკუმულატორი არ გადავახუროთ, არ გაცხელდეს ძალიან და შესაბამისად არ დავაზიანოთ. ასევე როგორც გითხარით, გვაქვს ორი ცალინდელი ნათურა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვიცით თუ რა პროცესი მიმდინარეობს დატენვის პროცესში. სამუშაო ძაბოს რაც შეეხება არის 5 ვოლტი, მაქსიმუმ არის 5.5 ვოლტი, ხოლო ყველაზე ცოტა არის 4.5 ვოლტი. ზოგადად დამუხტვის სამი ფაზა არსებობს, როდესაც ლითიუმის აკუმულატორი იმ შემთხვევაში, უფრო სწორედ თუ კი ლითიუმის აკუმულატორი არის 3 ვოლტზე უფრო დაბლა, მაგ შემთხვევაში სასურველი და აუცილებელიც კი არის, რომ დავტენოთ დაბალი დენი. IP212 მაგას ზუსტად აკეთებს, როდესაც ძაბო არის 3 ვოლტზე ნაკლები და ჩვენ შევაერთებთ ამ აკუმულატორს დასამუხტად, მაგ შემთხვევაში 100 თუ 200 მილიამპერის დენი ზუსტად არ მახსოვს, მაგას ვიდეოში აუცილებლად იხილავთ. როდესაც 3 ვოლტს გაცდება აკუმულატორის ძაბვა, მაგ შემთხვევაში უკვე იმ მაქსიმალური დენის ძალის მნიშვნელობით ტერის, რა დენის ძალის მნიშვნელობასაც დავაყენებთ ჩვენ წინაღობის რეზისტორის მეშვეობით. ამ მეორე ფაზაში უკვე ტენის, როგორც მეკითხარით, მუხტავს უბრალოდ IP212, ესე იგი, ერთი და იგივე მაქსიმალური დენის ძალის მნიშვნელობით, ხოლო როდესაც ძაბვა მიუახლოვდება დაახლოებით 4.15 ვოლტს, დერდელა იკლებს 4 ვოლტს, როდესაც გაცდება უფრო სწორედ, დერდელა იკლებს ეს დენის ძალის მნიშვნელობა და როდესაც 300 მილიამპერის დაახლოებით ჩამოსდება, უკვე 4 წუთში ერთხელ უყურებს ძაბვას. თუ იქნება ეს ძაბვა 4.15 ვოლტზე უფრო მაღალი, მაგ შემთხვევაში შეწყვეტავს დამუხტვის პროცესს, ხოლო თუ იქნება 4.15 ვოლტზე უფრო დაბალი, მაგ შემთხვევაში გააგრძელებს ისევ ჩვეულებრივად დამუხტვის პროცესს. ასევე ეს დამტენი მიკროსქემა აკონტროლებს უბრალოდ უყურებს დროს, იმ შემთხვევაში თუ დამუხტვის პროცესი მიმდინარეობს 24 საათის განმავლობაში, და როდესაც გადაცემან მოკლედ 24 საათს, მაგ შემთხვევაში ავტომატურად წვიტავს დამუხტვის პროცესს. ესაც რა თქმა უნდა თავდაცვის მიზნით არის გაკეთებული და ასევე რა თქმა უნდა აქვს მოკლედ ჩართვისაგან დაცვა. და ასევე ბუნებრივია აქვს თავისი შიდა ტემპერატურისგან დაცვა, გულისხმობს იმას, რომ თუ კი რაღაც გარკვეულ ტემპერატურას გადაცდება თვითონ უშუალოდ მიკროსქემის მიკროჩიპის ტემპერატურა, მაგ შემთხვევაში ბუნებრივია წვიტავს ის დამუხტვის პროცესი, იმისათვის რომ არ დაიწვას, როდესაც თავის სამუშაო ტემპერატურას დაუბრუნდება, შემდეგ უკვე ავტომატურად აგრძელებს დამუხტვის პროცესს. თუ რაიმე კითხვები ექნება, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში, ასევე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო.